ჩვენ არ უნდა დაგვიწყდეს, რომ მზი ამაღლებელი არის ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები სინდისის პატიმარი, რომელსაც ჩვენ ამ ბოლო მოვლენების ფარგლებში ვხედავთ. თუმცა ის არ არის ერთადერთი, ხო? ჩვენ ხედავთ საქართველოს სახელმწიფო უწყებები, როგორც ცდილობენ დასაჯონ ადამიანების სამაგალითოდ ერთი მხრივ მათთვის მიუღებლები და მეორე მხრივ ასხივებდნენ იმას, რომ მათ გვერდით ვინც არის ყველა ხელშეუხებელია მიუხედავად იმისა, რაც ჩაიდებენ. ჩვენ ამიტომ არის, რომ ხედავთ, რომ 60-ზე მეტი სინდისის პატიმარი გვყავს, რომლებიც სრულიად გამოგონილი ბრალდებებით ცხენან და ამის პარალელურად ჩვენ ხედავთ, რომ არც ერთი ის პოლიციელი, რომელმაც ძალას გადაამეტა ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს დასჯილი არ არის და უფრო შორსაც რო წავიდეთ გაზაფხულის მოვლენებზე რომ გამიხსენოთ, ჩვენ გვახსოვს, რომ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს ქუჩებში ხდებოდნენ, სემდნენ მათ და არც ამაზე არავინ დასჯილი და გამოძებული არ არის. შეგახსენებთ, რომ ზურა ჯაფარიძე, რომელიც ახაც ციხეში ზის, მას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დასჭირდა თავის დასაცავად რამდენჯერმე გაზაფხულის მოვლენების დროს. როცა ამ ვითარებაში ვართ, ძალიან ცხადია, რომ ხელისუფლების მხრიდან და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან ამგვარი საუბრები მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი ვაჭრობენ და ამ ვაჭრობაში მათ წარმოუდგენიათ საკუთარი თავი თავისუფლების მიბოძებლებად, რომლებიც ვიბოძებენ თავისუფლებას ჩვენთვის შევინანიებთ, მოვინანიებთ და ბოდიშს მოვიხდით. მე ადრეც ვთქვი და ეხლაც გავიმეორე. ამაზე კლასიკური განმარტება პოლიტიკური პატიმრის. რომ შენ ციხეში იმიტომ კი არ ზიხარ, რაც ჩაიდინე, არამედ იმიტომ ზიხარ, რასაც ამბობ, ან რასაც არ ამბობ. ამაზე კლასიკური განმარტება პოლიტიკურ პატიმარს არ არის. თუ ჩვენ ნახავთ პოლიტიკურ პატიმრის განმარტებას, იქ წერია, რომ მიუხედავად იმისა ფორმალური ნიშანი დანაშაულის არსებობა თუ არა, შენი პატიმრობის მიზეზი სხვა რაღაცაა და ამ სხვა რაღაცას ქვია შენი სიტყვა. ამ შემთხვევაში მზიამაღლობის შემთხვევაში. მზიამაღლობელი თუ იტყვის იმას, რაც უნდათ მათ მზიამაღლობელისგან მოისმინონ, მას გაუშვებთ. მეტი სხვა არაფერს არ ქვია პოლიტიკური პატიმრი. ჩვენ ნახეთ როდესაც მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას, ხო, ბოდიშის მოიხდის ყველა შევიწყალეთ. ეს რას ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც სისხლის სამართლის წესით იმიტომ დავიჭირეთ, რომ საშიში არიან საზოგადოებისთვის, პოლიციელებს სცემდნენ, ორგანიზდებოდნენ ჯგუფურ ძალადობას ახორციელებდნენ, თურმე უცხო ქვეყნის გაკვეთი, თურმე სახელმწიფოს გაატრიალება უნდათ და ბოდიში საკმარისი ბოდიშს მოიხდიან და გარეთ გამოუშვებთ, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ მანამდე რაც ითქვა, არაფერი სინამდვილეში მართალი არ არის. სინამდვილეში ეს ადამიანები სხედან იმისთვის, რომ ბოდიში მოიხადონ და თუ ბოდიში მოიხდიან, რეჟიმი შეძლებს სახის შენარჩუნებას, ხო, რომ ისინი დამნაშავეები იყვნენ და მაგიტომაც ისხდნენ, თორე უდანაშაულო ადამიანები ბოდიშებს არ იხდიან. და ამ არჩევანის წინაშე აყენებენ ხა ადამიანებს, რომ ან შენი ცხოვრების საუკეთესო წლები უნდა დაკარგოს ციხეში 6-7 წელი ზოგიერთმა, ან ბოდიში მოიხადე და გაგიშვი და ძალიან მძიმე არაადამიანური მოპყრობა. აღარ საშიში შეიძლება რომ გადავიდეთ ერთ-ერთ აფეთქებში იყიდებოდეს კიდეც.